Am წუთებში კი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები მთავრობის კანცელარიაში არიან შეკრებილი. კომისიის პირველ სხდომას რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია უძღვება. შეხვედრას გვანცა პაპავაძე აშუქებს, გვანცა კონკრეტულად რას შეისწავლის აღნიშნული კომისია. ეს არის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით არის რამდენიმე მცირე და საშუალო პროექტი, სადაც პრობლემები ძირითადად საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არის. მთავრობის ეკონომიკური ჯგუფი დღეს სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმებს განიხილავს. გარდა ამისა, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა გზები და წყალმომარაგების სისტემა, ასევე საჯარო დაწესებულებებში განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოებიც. ეს არის ძირითადად კახეთში, იმერეთის ტერიტორიაზე, სამეგრელოში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, როგორც გზებთან, ასევე წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოებია ძირითადად, ასევე უკავშირდება რამდენიმე საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციული შენობების რემონტთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიმსჯელებთ კომისიის სხდომაზე და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაწყდით დამატებით ინფორმაციას. გამოიკვეთა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კოოპერაცია გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს ამ კომისიაში მივიღოთ მონაწილეობა, რათა მომავალი პროექტები, რომელიც უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შესაძლებელია ეს იყოს სპორტული ობიექტების და ამიტომ ჩვენ კონსულტაციის დონეზე მონაწილეობთ. ერთი შეხედვით აღნიშნული კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, რომელიც კონკრეტულ პრობლემებს შეისწავლის. ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობს. აღნიშნულ მონაცემს კი შემდეგ უკვე კომისია მთავრობის სხდომაზე წარადგენს. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე საუბრობდა.